მოამზადეთ მეგობრებო, მართლა მოამზადეთ სკამები დაჯექით, კომფორტულად, მოხელთებულად და რომელიც ქართველი ხარ, ძალიან გაგიხარდება ეს ისტორია. ეხლა მე რასაც განახილ, ოკეი? დავიწყოთ. მზად ხართ? მაშინ დავიწყოთ. ბატონო პეტრე, საქართველოს მოპარული ისტორია. წლების წინ გამოიცა წიგნი, რომელიც წიგნიც დამალა კრემლმა და მარტო კი არ დამალა, დაწვით იმუქრებოდა. და ეს წიგნი იყო სასწავლო წიგნი, სახელმძღვანელო, რომელიც ისწავლებოდა მაღალ კლასებში. რა წიგნი იყო ეს და რატომ ეშინოდა კრემლს ასე ჩვენი? ეს წიგნი არის ივანე ჯავახიშვილის მიერ შედგენილი პროექტი, მაკეტი და მის უწყინვალეს მოსწავლეებთან, სიმონ ჯანაშიასა და ნიკო ბერძენიშვილთან ერთად გააკეთეს და დაიწერა წიგნი, ანუ სამი ავტორი ყავს. ივანე ჯავახიშვილი, სიმონ ჯანაშია და ნიკო ბერძენიშვილი. ჩვენ ქართველებს ამაზე დიდი ადეპტები ამ დარგისა, რასაც ისტორია ქვია, არ გვყავს. წიგნი დაიბეჭდა 1940 უпроსორეთ 53 წელს გამოვიდა. აი ეს წიგნი გახლავთ ჩემო გიორგი და 56 წლამდე აი ამ წიგნით ისწავლებოდა საქართველოს სკოლებში საქართველოს ისტორია. 56 წელს მოვიდა წერილი გიორგი უშიშროების კომიტეტში, უпроსორეთ პარტიის ცენტრალურ კომიტეტში, მაშინდელში გრიფით სრულიად საიდუმლო და როდესაც აი ეს წერილი ვნახეთ 2012 წელს შევეშინდა 1956 წელს დაწერილი წერილისა. აიგრძალოს, დამალეთ, დაწვით. ეს 56 აწერს ხო გრიფით სრულიად საიდუმლო უნდა წაეკითხა ცეკას პირველ მდივანს, მეორე მდივანს, იმიტომ რომ რუსეთის წარმომადგენელია, ანუ მეფის ნაცვალია და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს. ანუ სხვას ხელწუდომა აი ამ წერილისადმი არ ქონდა. ამიტომ იყო გრიფით სრულიად საიდუმლო. ეხლა ივანე ცოცხალი არ არის. ჩავერთვები ხა ცოტა ხნით გეტყვით ეს ადამიანი ვინ არის? ეს არის ვინც იცით, არ არის საჭირო თქვენთვის, მაგრამ ვინც არ იცის იმისთვის ვიტყვი რომ ეს ბატონი არის ბატონი პეტრე ქოჩაკიძე. და ბატონი პეტრე ქოჩაკიძესთან მე მქონდა ეს ბედნიერება რომ შევხვდი მას პირისპირ და ჩვენ ვისაუბრეთ 2 საათი, ალბათ სულ ცოტა 2 საათი. სამწუხაროდ ბატონი პეტრე ამის შემდეგ მალე გარდაიცვალა და მე მისგან მიღებული ინფორმაციით დავიშოკე. მართლაც დავიშოკე და ეხლა მაყურებელს მინდა გავაფრთხილო რომ ეხლა თქვენ რასაც მოისმენთ ამ ბატონისგან, თქვენთვის შეიძლება იყოს შოკი, მაგრამ აუცილებელი მოსასმენად და მოდი გავაგრძელოთ ეხლა ყურება. სიმონ ჯანაშია 47 წლის ასაკში გარდაიცვალა. დარჩენილია ნიკო ბერძენიშვილი. არის ისტორიის ინსტიტუტის დირექტორი. დაიწერია, დაიჭირეთ ნიკო ბერძენიშვილი. ციგთან დაკავშირებით თითქოს და ვერ გაბედეს, რა თქმა უნდა, ვერ გაბედავდნენ და საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობა არასწორად არის განხილული. სინამდვილეში აქ ამბები წერია ბატონებო და ქართველებო, რომელმაც შეაშინა არათუ მარტო კრემლი, არამედ ბევრი. იმიტომ რომ ესენი საქართველოს ქართველთა წარმომავლობას იწყებენ შუმერიდან და ამბობენ ვიწრო საზოგადოების ასე დავარქვა სპეციალისტებისათვის ცნობილი იყო, მაგრამ ფართო საზოგადოებას და ახალგაზრდობას არ უნდა გაეგო. რა ახალგაზრდებო? აი არ უნდა გაეგო ის, რომ ინდოევროპიელი ბერძნები იპყრობენ ქვეყანას, სადაც ცხოვრობენ პელაზგები, ანუ პროტოქართველები და მითვისებული იქნა თავიდან ბოლომდე კულტურა პელაზგური. ამ დროს ველურია ეს. ასეთ ხდება ინდოევროპიელები, ჩემო ბატონო, იპყრობენ ქვეყანას, რომელსაც მერე იტალია დაერქმევა და ცხოვრობენ ეტრუსკები. გაიხსენეთ მეგობრებო ჩემი დღევანდელი ლაიფი და ამის წინა ლაიფი და გუშინდელი ლაიფი, სადაც ChatGPT ამბობს რომ ქართული არის უძველესი ენა და მასზე უფრო ძველი არის შუმერული ენა. ეხლა ერთმანეთთან რომ დავაკავშიროთ ეს ინფორმაციები, სავარაუდოდ შუმერული ენა არის ქართული ენა. მოდი გავაგრძელოთ. განძი მიჭირავს ხელს. დიახ, ეს რა, აი აქ არის ჩართული. ეს არის ჯავახიშვილის მიერ შედგენილი რუკი.
რუქები, რომელიც ამ ციკლს მოყვება თავისდან თავი. ესე რა თქმა უნდა, და გამოვიდა გიორგი როგორ იცი? ქართულად, რუსულად, ინგლისურად და თურქულად. დაუკვირდით ახლა რას აპირებდნენ აი ამ ციგნით, რომ სოფლიოს გაეგო. საშიშროება რა? საშიშროება ხო გეუბნებით, ესე იგი, გამოდის რომ შენახარ წინარე ბერძნული, წინარე რომაული და წინარე ეგვიპტური კულტურა. უდიდეს კულტურასთან ცივილიზაცია კულტურაა დამად. ჩვენ გვაქვს ცივილიზაცია. აი ეს იყო უდიდეს საშიშროება. და თუ ამას მიყვები მე უკვე აი ამ ციგნს მიყვები გიორგი, ეს უკვე ხსნის იმას, რასაც უკვე ქრისტიანობა ქვია და რას კერძოდ. მიადგები იმას, რასაც ქვია უკვე ბიბლია. აი ბიბლიაში ვაწყდებით. მამა აბრამ. დიახ. ქალდეველი. ქალაქი ურიდან. მეუღლე. ბავშვებო, მამა აბრამიდან დაწყებული. მარიამით დიდება სახელს მისეს დამთავრებული ქალდეվել ხეთელი. არა თუ მარტო აი ეს ურთიერთობა, არამედ საფლავსაც ერთად იღებენ და ერთად საფლავდებიან ქალდეվել ხეთელები. ეს ქალდეველები და ხეთელები, ჩემო ბატონო, ქალაქი ური, ქალაქი ურთა, ქალაქი ერიდუ, ლაგაზი, ურეკი, სოფელი ქალდეა, გვარი ქალდანი, ხეთა და ასე საქართველოს უკვე გაიხს. ასურეთსაც დავამატებდი. და ყველაფერი და მე ხლა გეტყვით გადაცემას ქვია სხვა რაკურსით, მეტი რაკურსით უნდა ვთქვა ეხლა მე ეს. დიახ. გეტყვით იმას, რაც პირველად გაიგებს ქართული საზოგადოება და რას. აი ქალდეურთან დაკავშირებით საგიკითხავთ მე თუ ალბათ დრო თუ გვექნება რა არის ქალდეა, რა ენა, როგორ საუბრობდნენ, ვინ იყვნენ და რას ამბობს სოფლიო მეცნიერები ამის შესახებ. ქალდეველები ვინ არიან? ქალდეველები და ხეთელები. როდესაც თალმუდში ამოვიკითხე გიორგი ისეთი რა, შოკის მონგრელი და რა იყო ეს? ებრაელების ღმერთი იახვე ეუბნება ებრაელობას. თუ გინდათო რომ მე გავიგო, ჩემმა ანგელოზებმა, ანუ ღმერთის ანგელოზებმა არიციან ეს ენა, ქალდეურ ენაზე ილოცეთ და მომართეთ. რა თქმა უნდა დაიმალებოდა. ეხლა ნახეთ ქალდეურ ენაზე ილოცეთ და მომართეთ. ესე იგი იახვე ეუბნება თავის წარმომადგენლობას, ხო? ჩვენ ვიცით რომ სხვათა შორის ეს ChatGPT-ს სანაც ქონდა საუბარი იახვეზე და ამას მე მოგიყვებით, უბრალოდ ეხლა მაინტერესებს თქვენი აზრი, თქვენი და გადაწყვეტილება იმის მიმართ, ეხლა რაც ითქმება, ამაზე თქვენ რას ფიქრობთ? ეს ყოველივე გიორგი. აი ამის მატარებელი გენეტიურად, ანუ ქართულად, გენეტიკა ბერძნულია. ქართულად ჯიში ქვია. ჯიში ვართ ჩვენ ქართველები. აი მიდიხარ იქამდე, რასაც უფალი ქვია, რასაც მამა იესოს ვეძახით ჩვენ, დიდება სახელს მისას, ძე აბრამისა და დავითისა. მარიამ ღვთისმშობლის წარმომავლობა, რადიონები ხო ამბობენ დავითიანი. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ებრაელები არიან. არა ბატონო ჩემო. გენეტიური მდგომარეობა დავითისა და ბაგრატოვანთა არის ერთი, ისევე როგორც სამეფო გენეტიური ხაზი აქვს მარიამ ღვთისმშობლის. თუ კი რამოდენიმე ხნის გამოვაქვეყნე ამის შესახებ. თუ კი ამას კარგად დაუკვირდებით, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ბაგრატოვანები და მარიამ ღვთისმშობელი ერთი გენეტიური ხაზის მატარებლები არიან. ბატონ პეტრე, აი ეს მოპარული ისტორია, რატომ მიზანი რა არის? რატომ გვყარავენ? მარტო რუსები ხო არ არა ბატონო, ხო გეუბნები. ესე იგი გამოდიხარ, მაშინ მთელი მსოფლიო ისტორია ბრუნდება. თუმცა მე ხმამომაღლოდ გეტყვით ამას, რომ მარტო ივანემ, სიმონ ჯანაშიამ და ბერძენიშვილმა კი არ იცოდა. შემიძლია ჩამოგიგრა ჰომელი, ფრიდრიხი ლევისონი, კლარკი, მეშანინოვი, მაზერი, მოიერი, ნიკომარი და ხროზნი და ასე რამდენიც გინდათ უდიდესი მეცნიერები, რომელიც ამბობენ, მაგრამ ეს ხო არ არის ფართო საზოგადოებისათვის ცნობილი გიორგი. ეს ვიწრო წრისთვის არის. აი ფართო საზოგადოება უკვე სახელმძღვანელოდ იგებულობს. დღეს დამოუკიდებელ საქართველოში რატომ არის სწავლება ეს ყველაფერი? მე და ბრწყინვალე ისტორიკოსი ბატონი ზურაბ რატიანი ვიყავით განათლების მინისტრთან და უთხარით, რომ დაბრუნდეს საქართველოს მოპარული ისტორია ჯავახიშვილი ჯანაშია ბერძენიშვილის მიერ დაწერილი წიგნით სკოლებში. იმიტომ რომ გეტყვით, ილია გვეუბნება, ერის გათახსირება, პირქვე დამხობა,
და გაწყალება იწყება მაშინ, როდესაც შენს ისტორიას დაივიწყე. გათახსირება დაწყებულია უკვე ჩვენ. თემები რო აღარ აქვს, ისეთ რაღაცებზე ვლაპარაკობ. ისე არ არის საინტერესო საქართველოს ისტორია, არ არის საინტერესო მარიამ ღვთისმშობელი, არ არის საინტერესო ჩემო ბატონო იესო ქრისტე, ენა რომლითაც უფალი ლაპარაკობს. ეხლა რა ვთქვი, მე ისეთი საიდუმლოება აუხსენი, ქალდეურია, ცების შიგვიწეს უდიდესი მეცნიერო ღმერთების ენა, ქალდეური ენა, ქართული ენა, იბერიულია და ეს ქართული ენა. ეხლა იქ რაც მე თალმუდი ქართველების დაწერილი ხო არ არის? ბიბლია ჩვენი დაწერილი ხო არ არის? ქალდეურ ხეთურ მამა აბრამზე გითხარით, ხო ყველაზე მთავარი რომელიც არის, ჩემო ბატონო? ქალდეური წარმომავლობა ქალაქი ურიდან. აი ეს ყველაფერი უახლოვდება ამას და ეხლა მე გეტყვით, რომელიც გამოვაქვეყნე, რომ ბოლო ამუსუნ თქვას, როდესაც იესომ თქვა ელი ელი ლამა საბაქტარ, ეს იყო ბატონებო და ქართველებო, ეს იყო პროტოქართული ენა. მეგობრებო, როდესაც ახლა და ქართველთა გასაგონად. როდესაც ვამბობთ პროტოქართული, ხომ? ანუ პროტოს ტყუილად არ ვამბობთ და გაეცანით ამ საკითხს, რატომ არ ვამბობთ პროტოქართულს. გესმით? ანუ ვინც არიცით, გაეცანით, კითხეთ მეცნიერებს, ან მე გავაკეთებ განმარტებას, მაგრამ ეხლა მინდა რომ გავაგრძელოთ, რომ არ ჩავერიო. გიორგი, ნახე სად მიდის ეს ყოველივე, რამაც როცა გაყვები? ანუ იესოს ენა. იესო ლაპარაკობდა იესო ლაპარაკობდა ქალდეურად, მაგრამ როდესაც ესაუბრება მოციქულებს, მათე მარკოზი, ლუკა, კანონიკური წიგნი, მაშინ არამეულად საუბრობს, მაგრამ როდესაც გასაკეთებელი აქვს რაღაც ისეთი, ეშმაკები უნდა განდევნოს, მამას უნდა დაელაპარაკოს, უნდა გააცოცხლოს, მაშინ სხვა ენაზე აი ის ენა არის, ზუსტად ის ენა, რასაც ქალდეური ენა ქვია. როგორ შეიძლება რომ ეს არ გაკეთდეს დოკუმენტური ფილმი ამის მიხედვით? მოდი ახლა ერთი წუთი გავაჩერებ. ქალდეური, მეგობრებო, პირდაპირ გეუბნება რომ ქალიც ურევია და დევიც ურევია შეგნი და ამას სხვა ენები არ წარმოადგენენ. ანუ ქალდეური ენა მხოლოდ შეიძლება ყოფილიყო პროტოქართული ენა, რამე თუ მისი განმარტება ქართულ ენაში ხდება. მოდი გავაგრძელოთ. დიახ, თქვენ არაერთხელ მოინდომეთ ამ ფილმის გაკეთება და უკვე სცენარის გაქვთ და ყველაფერი გაქვთ. რატო რა აფერხებს ამას ყველაფერს? აი, საოცრებაა, კაცო, ესე იგი ცხაცხონოს ღმერთმა უცხინვალეს კინო დოკუმენტალისტი მერაბ გაგუა გარდაიცვალა. და ბატონ მერაბს, ჩემს ბავშვობის მეგობარს, გენიალურ ხმამოვაღლოთ ვამბობ ამას და გაიგონეთ, კარგად. ტარკოვსკის მოსავლეს, დათონ ასულიშვილს და მე. ნუ ტარკოვსკი გეცოდინებათ, უძლიერესი კინემატოგრაფი იყო და მან სკოლები დაარსა. ეხლა მოიცადეთ, გეტყვით ერთ რამეს, ქალდეური ენა, მეგობრებო, დევები ხომ იცით, წარმომადგენლები ჩვენ ვიცით ზღაპრებში, მაგრამ ენოქის წიგნის თანახმად დევი იცვლის აბსოლუტურად თავის მნიშვნელობას. ანუ ჩვენ ზღაპრებში ხვდებით დევებს როგორც ბოროტ არსებებს, მაგრამ დევები ესეთი როგორც ენოქის წიგნი გვიყვება, ხომ? იყვნენ ანგელოზებისა და ანქელიოსებისა და ადამიანების შთამომავლები, ანუ მათი შეჯვარების ნიადაგზე ისინი დიდები გაიზარდნენ. მათ ეწოდებოდათ მეორენაირად დევი კი არა, ეწოდებოდათ ნეფილიდები. ხო და ასე რომ ქალდეურ ენაში თუ ჩვენ დავინახავთ, რომ ისინი იყვნენ პირდაპირ ანგელოზების შთამომავლები, ხომ? აქ უკვე აზრი იცვლება და შინაარსი იცვლება. და აქედან გამომდინარე ყველაფერი ისევ თავდაყირა დგება, რომელიც აქამდე თავდაყირა იდგა. ანუ სწორად დგება. ერთი წუთით ახლა გავაგრძელოთ და მენე ჩემს აზრებსაც გეტყვით. და ზურაბ რატიანს სცენარი გვაქვს, სინოფსისი გვაქვს აი ამ ფილმის შესახებ, და ამ წიგნის ფილმის გადაღების დოკუმენტური ფილმის შესახებ, გავახ ჯანაშია ბერძენიშვილის მიხედვით. ეხლა ვეღარ დავამთავრე ეს და მინდა გითხრათ რომ ბატონ პეტრე ქოჩაკიძეს აი ამ ადამიანს ვისაც ვუსმენთ ახლა ჩვენ ძალიან ეწინააღმდეგებოდა საპატრიარქო. განათლების მინისტრს ვეუბნებით, ეს უნდა დაბრუნდეს თქო, მე და ზურაბ რატიანი თქო, ხო? პასუხი არ გაინტერესებს? ბატონ პეტრე კომისია რომ მოვიწვიოთ. ეხლა ამ კომისიაში ვის უნდა დაუძახოთ? როგორ მაინტერესებს? კომისიის წევრები, რომელი იტყვის ივანე ჯავახიშვილი არ ვარგა და სიმონ ჯავახიშვილი მე უფრო მაგარი სპეციალისტი ვარ. შეიძლება ფორმალური. რა ფორმალურობაზია, კი, ლაპარაკი. ეხლა ეს იგივეა, რომ პოეტები შეგრიბოთ ეხლა და შოთა რუსთაველი ვარგა თუ არა, ამ პოეტებმა რო გაარჩიოთ.
გაბედოს დღეს ვინმე რომ მე უფრო მაგარი ისტორიკოსი ვარ ვიდრე ივანე ჯავახიშვილი და სიმონ ჯანაშია და ნიკო ბერძენიშვილი. გამოსავალს რას ხედავ და ვიღაცა ქართველი უნდა მოიძებნოს რომ გადავიღოთ ფილმი მსოფლიოს დაუტრიალოთ Discovery. ეს დათო ნაცვლიშვილი ვისაც გითხარით მე ლავრა რეხვიაშვილის მეუღლესია საუბარი კახეთში ყურძენი მოყავს და სიმინდს თესავს სირცხვილი არ არის უბწყინვალესი რეჟისორი Discovery-ის ფორმატით მსოფლიოს უნდა ვაჩვენოთ მსოფლიო მარინცის ჩვენი უბედურება ქართველებო იმაშია რომ მე-19 საუკუნემდე ვორდროპები რომ არ გამოჩენილიყო ჟოთა რუსთაველი არ იცოდა ევროპა ხო, იმიტომ არ იცოდა მეგობრებო, რომ ჩვენ როგორც უკვე დღეს აღნიშნეთ და ვხედავთ დღევანდელობაში, საერთოდ არავინ არ არის არც საპატრიარქო და არც ჩვენი სახელმწიფო დაინტერესებული აი ამ ქართული ძირძველი ისტორიის ამოწევით. და კითხვა ხო უნდა გაგიჩნდეს ადამიანს, რატომ? თუ არ გაგიჩნდება ეს კითხვა, შენ ესე იგი ქართველი არ ხარ. მოდი ახლა გავაგრძელოთ. ძალიან მაინტერესებს ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ და მე მგონი მაყურებელსაც დაინტერესებს მარიამ ღვთისმშობელზე. ხო ეს ძალიან საინტერესო ამბავია, თავისდათავად ახალგაზრდებო, იმიტომ რომ საარქივო მასალაში პოულობთ 1650 წელია. იმერეთის მეფე თხოვს რუსეთის იმპერატორს, რომ დიპლომატიური ურთიერთობა ჩამოიყვანოს, იმიტომ რომ შეაწუხა ოსმალომ. და ჩამოდიან საქართველოში დიპლომატები, ელჩები, რომლებიც ერთი წელი იყვნენ აქ. ესენი წერენ ამას გია მერე ყველაფერს და ამ ელჩებში ერთ-ერთი არის სასულიერობილი. დაახლოებით 80 ფურცელია, იმიტომ რომ მეფეს რუსეთის იმპერატორს უნდა მისწერონ რა ნახე, როგორ იყო რანა და ნუ აკეთებენ ანგარიშს უწერენ. აი აქ ვაწყდებით ახალგაზრდებო, რაღაც საოცარ ამბავს და რას. ნუ ეხლა ყველაფერს როგორ აცვია იმერეთის მეფეს მაშინ როგორ არის ეგ გელათი როგორ არის მოწყობილი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ქუთათელ გაენათელი სტუმრად გაყვება ამ დიპლომატებს და ათვალიერებინებს გელათს. აქ არის საოცრება ახალგაზრდებო. გელათში ძალიან ბევრი სიწმინდეებია, ეგ უბრალოდ მე შევაჩერე ყურადღება და თქვენი ყურადღებაც, იმიტომ რომ მარიამ ღვთისმშობელის კბილი შვიდის ასაკში რომ ამოიღო. თმები და რძე მარიამ ღვთისმშობელისა. ეხლა აქ ყველაზე მთავარი რა არის ახალგაზრდა? ეს რომელი საუკუნე? 1650 წელია. და იყო გელათში. გელათში ნახე, მოусმინე ახლა გიორგი რა ხდება. აქ ყველაზე ნიშანდობლივად ყურადღება მისაქცევი არის თმები და რატომ პირველად გაიგონებს სოფლიო საზოგადოება ამას ქართველებო. რუსულად ხო წერია ძველ კირილიცაზე. შეხედე რა წერია. Власи, которые терзала при распятии Господне. რას ნიშნავს ახლა ეს ბავშვებო? როდესაც დიდება სახელს მისას იესო გააკრეს მარიამ ღვთისმშობელმა, როგორც დედამ, თმები დაიგლიჯა. თმათა გლეჯა გიორგი, აი ეს ფენომენი ქართველთა გარდა არავის არ აქვს ბავშვებო, იცოდეთ ეს ყველა. ჩაიგდო რაღაცა კოდი, გენეტიკური კოდი, თუმცა მინდა გითხრათ, რომ 1300 წლით ადრე მედეა, რომელსაც შვილები დაუხოცეს, არ გეგონოთ ბავშვებო, რომ ეხლა ევრიპიდეს მედეა, ლიტერატურას და ისტორიას შორის დიდი განსხვავება. ღვთისმშობელზე დავასრულოთ. კი, ზუსტად ეგაა. კორინთელებმა შვილები დაუხოცეს, მედეამ თმები შეიკვეცა. ანუ აი ეს ფენომენი თმათა ხოკის და თმათა გლეჯის არის ქართული ფენომენი. ანუ კოდი ირთვება. მარიამ ღვთისმშობელმაც ამ დროს ჩაირთო. მარიამ ღვთისმშობელი ქართველი იყო. მოусმინე, ახლა ასე ქართველს ვერ იტყვი. პროტო, ქალდე, აი მე წეგა რა ვთქვი, ქალდევა ენას. მე ვარ ნამყოფი, სადაც მარიამ ღვთისმშობელის მიძინება მოხდა. ეს არის იზმირიდან 1 საათის სავალზე. ეხლა არ მითხრათ იზმირი თურქეთის ტერიტორიაა დღევანდელი, მაგრამ ეს არის იმ პერიოდში თურქი საერთოდ არ არსებობს. ნახევარი საათია საჭირო რომ მარიამ ღვთისმშობელის ლათინურად ვთქვი გენეტიკა და ქართველთა გენეტიკა დადგინდეს. სად არის დღეს ეს თმა და კბილი? და ვისაც აქ იმან ძალიან კარგად იცის გენეტიკა მარიამ ღვთისმშობელის. მოპარულია ეს? აღარ არის, საქართველოში არ არის. რუსეთში რო ეს არ არის განამდვილებით ვიცი, იმიტომ რომ ამას გამოიყენებდა სტალინი თუ ასე შემდეგ და სად შეიძლება იყოს? მე ვფიქრობ, ხომაღლოთ ვამბობ ამას, რომ უნდა ინახებოდეს ვატიკანში. უნდა იმალებოდეს ვატიკანში. და რატომ მალავენ? რატომ მალავენ და აი ხა როგორ თქვა, ერთომ აპდე. იმიტომ მალავენ, რომ მაშინ გაირკვევა უკვე ნახევარ საათში, კაცო. ტუტანხამონის გენეტიკა არის დადგენილი.
ოქრო რომელიც ფარაონებს აქვს გიორგი დიახ აი რამაზ გახოგიძე შეგიძლიათ მოიწვიოთ დიახ. უცხინვარი სპეციალისტი და პარალელურად მისმა ფრანგმა კოლეგამ და ოქროს აქვს თვისება რომ გეუბნება მე მეგრელი ვარ გურული ვარ თუ აჭარელი ვარ თუ სვანი ვარ ოქროს ეს თვისება დიახ ფარაონების ოქრო აღმოჩნდა კოლხური ეს ჩვენ ვარ გამოგვიგულელია ჩვენ ქართველებს ვარ მიგვიღიათ მონაწილეობა ჩვენ დადგენ ასევე ტუტენხამონის დნმ-თან დაკავშირებით აი ეს თმები გიორგი მომენტალურად გაირკვევა უკვე მარიამ ღვთისმშობლის გენეტიკური ხაზი ვიხდი რა მოხდება გესმით ქართველებო თქვენ ამაზე დიდი სიხარული შეიძლება გიორგი რამე კონდეს ერთს რომ დედა ღვთისა გენეტიურად არის პირდაპირ მომავლოდ გეუბნები დედა ღვთისა არის პროტოკარტული ანუ ქართული წარმომავლობისა პროტოკართული მეგობრებო ქართული წარმომავლობის დღეს ქართული რასაც ქვია ხო ეს არ მოიცავდა იმას რაც იმდროინდელ იმ ტერიტორიას მოიცავდა რომელიც საქართველოს ტერიტორიას ეკუთვნოდა ანუ პროტოკართული კარგად გაიგეთ რას ნიშნავს ეს არის სამეცნიერო აქ არ არის ეს არის პირდაპირ გეუბნებით ეს არის საფრთხო ინფორმაცია და არა სამეცნიერო კვლევაზიება ამიტომ ღრმად მჯერა 100 კილომეტრიანი ბეტონი რო დაასხან და დამალონ ეს მარიამ ღვთისმშობელის თმები ნება უფლისა რადგან ამაზე უკვე ვსაუბრობ ჩვენ ეს უცილობლივ გამოჩნდება და ამინ ვის ინტერესშია რომ აი საქართველოს ეს ინფორმაცია წაართვან ერთადერთი ხალხი ვინც შეიძლება ჩვენ ამაში დაგვიდგეს ჩემო გიორგი გვერდზე ეს არის ებრაელი ხალხი აი ძალიან რაც უნდა გასაკვირი იყოს ახსენებს ბატონი პეტრე ებრაელ ხალხს და მოდი ამაზე მე განვიხილოთ კარგით დავიდგა იმიტომ რომ მაგათი ჩვენთან ურთიერთობა ძალიან გავს ისტორიაც ებრაელების და ქართველების ძალიან და ყველაზე ახლო ნათესაური კავშირებიც კი ეყვება ებრაელ ხალხს ხო მაგრამ სახელმწიფო უნდა ჩაერიოს რომ ეს რა თქმა უნდა სახელმწიფო ეკლესიას უყველა ხო უნდა მოითხოვოთ რომ სად არის ვინ ეხლა ჩვენ არ დაგვიბრუნებს არავინ მარიამ ღვთისმშობელის თმებს არ დაგვიბრუნებს მაგრამ ანალიზის ჩატარება ხო შეიძლება თავისუფლად შეიძლება ხო აი ეს რომ გაირკვეს რომ მარიამ ღვთისმშობელის გენეტიკა და ქართველთა გენები ერთ ხაზია ხო ეს ხო აი ტრიალებს ეგრე უკვე ყველაფერი ვიხდი კი და ერთადერთი ენა გია რომელშიდაც ეს არის შენახული ეს არის აი ქალდეული ეს არის ლაზურ ზანურ ჭანურ მეგრულ სვანურ ქართული ეხლა მე გეტყვით ერთ-ერთ საიდუმლოებას ამენით მხოლოდ ამენით გაცხადდება როცა იესო ელაპარაკება მოციქულებს და ყველას ხალხს საზოგადოებას ჭეშმარიტად გეტყვით თქვენ მე როცა ჭეშმარიტს არ ამბობს ეუბნება ამენ გეტყვით ამინ კი არა ამენ გეტყვით ამენი უდრის ამენით ამ ჭეშმარიტი ენით აი გეტყვით აი ამ ხელა განსფლობ და დადიხარ მაშრიკში და ეკითხები ქვეყანა როგორ ავაშენო გაიგეთ ქართველებო გაიგეთ ხო ქართველებო და ვინც ქართველი არ ხართ ნუ ძალიან გთხოვთ ნუ დაგვესევით ახლა ნუ ქართველები ვინც ვართ ხო ჩვენ უნდა ვიცოდეთ ჩვენი თავის ფასი და მოდი ახლა მე აუცილებლად მინდა ბატონო პეტრე უღრმესი მადლობა ეს მესალმებით გაბრძანდით აუცილებლად მინდა ახლა მოგიყვეთ იმის შესახებ როცა ხშირად ვახსენებ ხოლმე მეც ებრაელებს ურიებს და რა განსხვავება აი ამ ორ საკითხს შორის ურიებსა და ებრაელებს შორის ებრაული როგორც ახლა ბატონი პეტრე ქოშაკიძე ამბობს აცხადებს რომ ებრაელები დაგვიდგებიან ისევ და ისევ მხარში არ არიან ის ურიები თალმუდელ ურიებს რო ეძახიან თალმუდელ ებრაელებს რომლებმაც მერე მთლიანად ეს ებრაული ერი გამოიყენეს იმისათვის რომ თვითონ ყოფილიყვნენ ამ დედამიწის მმართველები მაგალითად მეორე მსოფლიო ომში ებრაელობა გააწყვეტინეს ჰიტლერს ხო მარტო ჰიტლერს არა იქ სხვადასხვა სისტემები იყო ამიტომ მე როდესაც ყვები ხოლმე და ურიებზე ვსაუბრობ პირდაპირი კავშირით არ ვარ ებრაელ წარმომადგენლობასთან ებრაელი ხალხი არ არის ურიათა წარმომადგენლები ებრაელებში ძალიან ბევრი არის ღვთისმიერი ხალხი. ამიტომ მე, როდესაც ებრაელებზე ვსაუბრობ, ვგულისხმობ ყოველთვის იმ ადამიანებს, რომლებიც არიან მსოფლიო მასონურ წრეებში, მაგალითად, როგორც არიან მსოფლიო წარმომადგენლები, რომლებიც
ატრიალებენ ამ დედამიწის, ამ სრულიად დედამიწის ბიუჯეტებს და რომლებსაც აქვთ ძალაუფლება ხელში ჩაგდებული. აი ამ ადამიანებთან რომლების განადგურებაც ახლა იწყება, თუ ისინი არ გამოსწორდებიან პირველ რიგში, გამოსწორება რაში იწყება? ის კი არა რომ დადგენ და მოინანიონ მარტო ღმერთთან და თავზე დაადოს მერე მღვდელმა ხელი და ცხონდებიო უთხრას. ეს არ არის მონანიება, საქმეებით გამოჩნდება ის საკითხები. ნიშნავს იმას, რომ აი როგორც ახლა დაიწყეს პაპსტი პირდაპირ შეწირეს და პაპსტის ხელით და პირით ათქმევინეს ის, რაც უნდა აწიგა ჟღერდეს. ეხლა ნახეთ, გამოვა და გამოვა ეს დაფარული ინფორმაციები. ხო ამბობს ბატონი პეტრე ქოჩაკიძე, რომ ის ვარაუდობს, რომ ღვთისმშობელი მარიამის თმა ინახება ვატიკანში, ხო? ისინი თუ არ გამოიტანს და მეც მწამს ბატონი ქოჩაკიძეს, პეტრე ქოჩაკიძეს მსგავსად, რომ რაც არ უნდა ცემენტი დაასხან და დაასაჭურისონ და დაახუფონ ეს საკითხი, ღვთისნებით მაინც უნდა გამოჩნდეს. ამიტომ ეხლა არის დრო, როდესაც აი ეს ვატიკანის წარმომადგენლობა, რომელიც არის ერთ-ერთი მასონთა წრის განშტოება, გამოიტანს იმ დაფარულ ინფორმაციებს, რომელი დაფარული ინფორმაციებითაც ვიგებთ, რომ ქართველები ვართ პროტო, ანუ ჩვენ ვართ უძველესი და უძლიერესი და ღვთისნიერი ერის წარმომადგენლები, ანუ ღმერთის შტოს ხომ არის დავითის ძე ქრისტე, რომელიც კაცობრიობას იხსნის, ხომ? და ის რომ ჩვენ საქართველოში ვინც ვართ ძირძველი ქართველები, რომ ვართ უძველესი კულტურის წარმომადგენლები, სისხლის და დნმ-ის და ყველაფერი უძველესი წარმომადგენლები, ასევე ენის წარმომადგენლები, ხო? ამენით რომ უნდა დაიწყოს განკითხვა, სწორედ ამას თუ არ მოახერხებს თვითონ ვატიკანი, თვითონვე განადგურდება. თვითონვე გაინადგურებს მთლიანად. ეს იცის ძალიან კარგად მაგან. ამიტომ ახლა დაიწყო იმ ადამიანების შეწირვა, თვითონ თავისივე ხელით დასმული ადამიანების პაპსის შეწირვა დაიწყო. წარმოგიდგენიათ აღდგომა დღეს, რომ პაპსს შეწირავენ. იმიტომ რომ სხვა შესაწირს აღარ იღებს უკვე მაგათი უფალი. მაგათი უფალი იცით ვინ არის? იახვე, როგორც ახლა ბატონმა ქოჩაკიძემ ახსენა, ბატონმა ქოჩაკიძემ ახსენა ის, რაც უნდა გაჟღერებულიყო 10 წლის წინ, მაგრამ შემოინახეს, გაწელეს, წირეს ბავშვები და ამათ შორის მოიქცნენ, რა თქმა უნდა, უკრაინელებიც სამწუხაროდ, მერე ცადეს კიდე რომ შეეწირათ თავისივე ბავშვები, ისრაელისა და მისი მომდებარე ტერიტორიების ომი ჩართეს, რომელიც უკვე მანამდე არსებობდა, მაგრამ გაამძაფრეს, წირეს ბავშვები და იცით რა მოხდა, მეგობრებო? საინტერესო ის არის, რომ ჩვენს ქვეყანაში, საქართველოში, რომ აჯანყებით რო უნდათ ეხლა რო დაიწყეს იქ გამოსვლები და 5 თვე რო უნდა გაგრძელდეს ეს გამოსვლები, 5 თვე და ეგ მე ვიცი რატომაც უნდა გაგრძელდეს, უბრალოდ გავშიფრა ეგენი. და აქაც რო უნდათ რომ დაეხოცათ როგორც მაშინ 30,000 ადამიანი, აღარ გამოუვიდათ. ყველაფერი ნაცარში ეყრებათ, ყველაფერი თავისი გეგმები აღარ მუშაობს. ამიტომ გახდა საჭირო, რომ შეეწირათ მათი პაპსტი, მათი მამა შეეწირათ. გესმით, იმიტომ რომ დაიწყება თავიდან და განადგურდებიან ბოლომდე. თუ ისინი არ მიყვებიან ღმერთის გეგმას და თუ ისინი არ აღიარებენ უზენაეს ღმერთს, იესო ქრისტეს მამას ღმერთად და არა იახვეს ისევ და ისევ დემურგს, რომელმაც შექმნა ეს მატერიალური სივრცე, მას უწოდებენ როგორც მამა ღმერთს. ანუ მე სწორად გამიგეთ, ვიდრე ისინი იქამდე ვიდრე ისინი იახვეს უწოდებენ მამა ღმერთს, მათი საქმე წასულია. მაგრამ თუ კი ისინი გაიაზრებენ იმას, რომ ქრისტე რაც რომიერებასაც გვასწავლის და ქრისტემ რაც რომიერებას მოგვიტანა, ის არის მამა ღმერთი და არა იახვე, ხო? მაშინ შეიძლება კიდე მაგათი საქმე აბაძაკისავით იყოს და მოინანიონ და შევიდნენ სიცოცხლის წიგნში, მაგრამ
თუ ისინი ვერ მიაღწევენ ავაზაკის მდგომარეობას, ამიტომ არის ავაზაკი ორი ყავს ქრისტეს, ერთი მარჯვნივ, ერთი მარცხნივ, ერთი მოინანიებს, ერთი ვერ მოინანიებს. ამიტომ ისინი რომელ გზას ეხლა აირჩევენ, ხომ? ისე დამთავრდება მაგათი ცხოვრება. მაგრამ გამარჯობა რომ ქრისტეშია და გამარჯობა რომ ქრისტეს მამაშია, ხომ? ამას წყალი არ გაუვა. იახვე ღმერთი, რომელიც არის მაგათი წარმომადგენელი და რომელიც თვითონ იახვე ღმერთის ეუბნება, რომ ამენით დამელაპარაკეთო, ქართული ენითო, ქალდეული ენით დამელაპარაკეთო, ის იახვე არ არის უზენაესი ღმერთი. ის იახვე არის ის ღმერთი, რომელმაც თვითონ დაირქვა თავის თავზე, თავისთავად ღმერთი, როგორც ილია მეორემ დაირქვა უწმინდესი და უნეტარესი. ეს არის უმაღლეს ცდუნებაში მოყოლილი ღმერთი, რომელსაც მსხვერპლს შეწირვები სჭირდება, რომელსაც სჭირდება ის, რომ ადამიანებმა დაჟე თავის საკუთარი მამები შესწირონ, აი ახლა როგორც პაპს ფრანცისკო შეწირეს, ზუსტად აღდგომა დღეს. და აწირას შეწირავენ ღმერთმა იცის, მაგრამ ის უკვე კრავის შეწირულ სისხლს აღარ მოითხოვს, ის უკვე მოითხოვს უფრო ძლიერს, ანუ თავისთავის ამოწყვეტა დაიწყო უკვე რა. იმიტომ რომ სხვა კანონზომიერება არ არსებობს. კანონზომიერება არსებობს მხოლოდ ერთი, სინათლის კანონზომიერება, რომელიც იმარჯვებს ყოველთვის, ანუ სიყვარულისა და სინათლის და სამართალმა პურიჭამას კანონზომიერება ბოროტი თავისთავად თვითონ ანადგურებს და სინათლე ყოველთვის იმარჯვებს. აქედან გამომდინარე, ჩემო მეგობრებო, რაც პეტრე ქოჩაკიძემ გაავრცელა ინფორმაციები და ამას როგორ ებრძოდნენ, ეგეც ვიცი, და ამას როგორ ჩაუტარეს რიტუალები და როგორ მოკლეს ეს ადამიანი, ეგეც შემიძლია რომ წარმოვიდგინო. უბრალოდ ესეთ ხალხს უკვე ვეღარ გაანადგურებენ, იმიტომ რომ რჩეულთა შორის რჩეულების ხმა გაისმა და ეს რჩეულთა შორის რჩეულების ხმა რომელია, ეგ ძალიან კარგად უნდა იცოდეთ თქვენ. რჩეულთა შორის რჩეულების ხმა როდესაც გაისმება, იქ უკვე წერტილი დასმულია და მათ ყველა ქმედებას, რაც კი აქამდე რიტუალურად ჩაუტარებიათ ძალის ხმევით თუ სხვა საკითხებით, ხო? თუ იმით, რა ქვია, აფირმაციით, ისინი უკვე ძალას კარგავენ. ამიტომ ყველას გეუბნებით, ქართველებო, შენ თუ გინდა იცოდე, ხარ თუ არა ქართველი, აი ეს ინფორმაცია ხა დღეს რაც ამ ლაივში გაჟღერდა, უნდა გაგიხარდეს. თუ ეს ინფორმაცია არ გაგიხარდა, შენ არ ხარ ქართველი და ესეც ოკეია. ესე იგი უბრალოდ უნდა იცოდე, რომ შენ არ ხარ ქართველი, სისხლით ქართველი წარმომადგენელი არ ხარ. თუ შენ ეს ინფორმაცია დღესაც ამ ლაივში რაც გაჟღერდა არ გაგიხარდა, სხვა სისხლის წარმომადგენელი ხარ. ეძიე შენი ხალხი, მაგრამ ქართველებს უნდა გახარებოდათ ეს ინფორმაცია წესით დღეს აქ რაც გაჟღერდა. ასე რომ გაკოცეთ მეგობრებო, გილოცავთ, ეხლა უკვე დაწყებულია ჟამი, უკვე აი რო არის ნათქვამი რომ გადარჩევა დაიწყება, ხო უკვე გადარჩევა არის დაწყებული. სხვა არაფერი არ არის. ეს აქ არის უკვე განკითხვები არის დაწყებული, ყველას თავისი მოეკითხება. თქვენ გონიათ ეხლა როგორც ფილმებში ესეც ჩამოვა ქრისტე და დაჯდება მარჯვნივ და მარცხნივ და აი ესე დაგვისხდება მეფესავით, ეგრე მოხდება? არა მეგობრებო, ქრისტე ჩამოვიდა, ჩამოსულია მარჯვნივ ზის ღმერთის მარჯვნივ და უკვე დაწყებულია განკითხვა. მეტი წარმოდგენა და მეტი ლოდინი ამას აღარ სჭირდება. გიხაროდენ და რაც უფრო შეუერთებით ქრისტეს სიტყვას, მით უფრო მიგიღებთ, იმიტომ რომ არის ნათქვამი, როდესაც ქრისტე გამოჩნდება, ისინი ვინც ქრისტეს იხილავენ, ვერ იცნობენ ჯერ და არც რომც იცნონ, არ მოუნდებათ მისი აღიარება. ამ კატეგორიას რო არ მიეკუთვნებოდეთ და ამ კატეგორიაში რო არ მოხვდეთ, ქრისტე მათ მისცემს შანსს, რომ გაიგონ, აღიარონ, მაგრამ ისინი მაინც არ გაიგებენ და მაინც არ აღიარებენ, რამე თუ აირჩევენ ჯოჯოხეთის გზას. და ნება მათია, ნება არის ყოველთვის შენი, რომელ გზასაც აირჩევ, იმ გზაში მოხვდები. ამიტომ, რომ არ დაიცვათ ჯოჯოხეთის ცეცხლში, საპატრიარქოს გასაგონათაც ვამბობ, გამოსწორდით და ის სტუმარი, რომელიც არ მიიღეთ 3 წლის წინ, გაიგეთ ვინ არის. და თუ ვერ გაიგებთ და არ გაიგებთ, ნება თქვენია. ოკეი.
მაგრამ ის ხალხი, ვინც გამოსაფხიზლებელი იყო, იმათთან უკვე მივიდა ჩემი ხმა. ასე რომ გაკოცეთ მეგობრებო, ჩვენთან არს ქრისტე, არს და იყოს, ქრისტე აღდგა და ქრისტე არის საუკუნო პატრიარქი ჩვენი ქართველების. და ყველა იმათი, ვინც ქრისტეს აღიარებს. ყველა იმის აღიარება, ვინც ქრისტეს აღიარებს, წარმოიდგინეთ, რომ სიცოცხლე ბატონო პეტრე ჩაწერილი. ასე რომ გაკოცეთ.